მოგესალმებით. მე ვარ არქიტექტორი ანკა ჩოჩი და Citizen-თან ერთად დღეს გიამბობთ იმაზე, რასთანაც ყოველდღიური ფიზიკური შეხება გვაქვს. მაგრამ დიდად ვერ ვამჩნევთ. საუბარია იატაკის მოჭიმვაზე და გადახურვაზე. მოჭიმული იატაკი ქვიშაცემენტის უწყვეტი ნარევია, რომელიც წარმოადგენს იატაკის ზედა საექსპლუატაციო ფენის ფუნდამენტს. მისი დანიშნულებაა იატაკის ზედაპირი თანაბარი იყოს და ზედა ფენის საფუძველი საკმარისად ხისტი. ასევე გააუმჯობესოს იატაკის თბო და ბგერა საიზოლაციო თვისებები. არსებობს რამოდენიმე ტიპის მოჭიმვა, მაგალითად ცემენტის ბაზაზე დამზადებული მოჭიმვა, რომლის სისქე 20-დან 80 მმ-მდეა და გამყარებას დაახლოებით 28 დღეს სჭირდება. ასევე არსებობს თაბაშირის მოჭიმვაც, რომლის სისქე მინიმუმ 30 მმ-ია. გამყარებას 1-დან 2 კვირამდე სჭირდება და იდეალურია იატაკის გათბობის სისტემებისთვისაც. უკვე მოჭიმული იატაკი სპეციალური ლაზერული მოწყობილობებით იტესტება, რომლებიც ზომავენ ზედაპირის სისწორეს. იმისათვის, რომ Citizen-ში დამატებით გაგვეუმჯობესებინა იატაკის ტექნიკური მახასიათებლები, სტანდარტულ მოჭიმულ იატაკს დაემატა რამოდენიმე ტიპის, როგორც თბო, ისე ჰიდროიზოლაციის შრე. რაც შეეხება სახურავებს. სახურავის კონსტრუქციის ყველა ფენას თავისი დანიშნულება და მახასიათებლები აქვს. მაგალითად, ორთქლის იზოლაცია, როგორც კარგი საიდუმლოს შემნახველი. არაფერს უშვებს. სისქე 0.2-დან 0.6 მმ-მდე აქვს და 30 წელზე მეტი ძლებს. თბოიზოლაციის ფენის სისქე კი 100-დან 250 მმ-მდეა. არსებობს კიდევ ეგრეთ წოდებული მწვანე სახურავი, რომელსაც წყლის შემკრების სისტემა ემატება. ეს კი ზედმეტი წყლის არიდებასა და გადაღვრაში გვეხმარება. დღეისათვის სულ ეს იყო, მე კი შემდეგ შეხვედრამდე გემშვიდობებით.